მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან სერიოზული მისიით ბრუნდები არხზე ეს ვიდეო ჩემთვის პირადად ასოცირდება როგორც მისია. ერთ-ერთი რა არის ეს ვედური ასტროლოგია, რა არის დასავლური ასტროლოგია და რა სხვაობა არის ამ ორ მიმდინარეობას შორის. და მართლა რომელს დავუჯეროთ? არ ემთხვევა ერთმანეთს. მე ბევრჯერ აღმინიშნავს ჩემს სხვა ასტროლოგიურ ვიდეოებში, რომ ვედურს და დასავლურ ასტროლოგიებს შორის 23 თუ დაახლოებით 24, 23-დან 25 გრადუსამდე ამბობენ, ზოგი 23-ს ამბობს, ზოგი 24, ზოგი კი 25 გრადუსს. 23-დან 25 გრადუსის ფარგლებში არის სხვაობა ნიშნებს შორის. წარმოგიდგენიათ ეს რამხელა რაღაცა, ეს არის თითქმის მთელი ერთი ნიშანი. დასავლური ასტროლოგია არის 23-დან 25 გრადუსით წინ ვედურ ასტროლოგიაზე უსწრებს წინ. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც მზით ვერძი გამოდიხართ დასავლურ ასტროლოგიაში, ვედურში გამოდიხართ მზით თევზი. და ასე შემდეგ. ანუ ერთი ნიშნით უკან უნდა გადაწიოთ საკუთარი მზის ნიშანი იმისათვის, რომ იცოდეთ თუ რა ნიშანი ხართ, მეტნაკლებად მიახლობით ესეც გამოსასვლელი ამბავი ეს. რატომ არის სხვაობა საერთოდ? აი საიდან მოდის ამ ხელა სხვაობა ორ ასტროლოგიას შორის? დავიწყოთ ისტორიით. ესე იგი, დასავლურ ასტროლოგიას ეძახიან ტროპიკულ ასტროლოგიას, ხოლო ვედურ ასტროლოგიას ეწოდება ჯოტიში. ვედური ასტროლოგია დაფუძნებული არის ვედების, ანუ დამწერლობა, ვედურ დამწერლობაზე. ვედა იყო დამწერლობათა ნუსხა, წიგნების ნუსხა. ეს ვედები არ იყვნენ ადამიანები, ვედები არ იყვნენ კონკრეტული რასა, კონკრეტული წარმოადგენა. იმიტომ რომ დღეს ძალიან დიდია დავა იმაზე, თუ საიდან მოდის მართლა ვედური ასტროლოგია. აზია თავის თავს ამაშუება, ინდოეთი საკუთარ თავს და კიდე ამბობენ, რომ ასე ვთქვათ, არაბული ქვეყნებიდან მოდის ვედური ასტროლოგია. სინამდვილეში ვერც ერთი წარმოშობა ვერ დასტურდება, იმიტომ რომ პირველი საწყისი, საიდანაც მოდის ეს ზოგადად ვედური ასტროლოგია, არავინ იცის. თუმცა დამწერლობა ვედა, ვედური დამწერლობა ეკუთვნის ინდურ ტრადიციას, ძველ ინდოეთს. არსებობდა რამოდენიმე წიგნი, აი ამ ვედა მიმდინარეობის, ვედური დამწერლობის წიგნთა ნუსხა იყო რამოდენიმე ვერსია, თუმცა დღევანდელ კაცობრიობას ყველა მათგანი სამწუხაროდ ხელთ არ მოეპოვება, მაგრამ აი თუნდაც ეს ასტროლოგიაც ეკუთვნის ზუსტად აი ამ ვედურ დამწერლობას. ვედურ ისტორიას, ვედურ გადმონაშთებს. თითოეული ეს ასტროლოგია სულ სხვადასხვანაირად არის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პრინციპებზე აგებული. დასავლური ასტროლოგია ჩნდება ბოლო 2000 წლის განმავლობაში. ანუ დასავლური ასტროლოგია საფუძველს იღებს ბაბილონიდან, მერე ვითარდება ძველ საბერძნეთში და იქიდან ხდება დასავლური ასტროლოგიის ჩამოყალიბება, განვითარება, გავრცობა და ფეხის მოკიდვა. დასავლური ასტროლოგია ჩნდება დაახლოებით 2000 წლის წინ. მეახლობით ხო? დასავლური ასტროლოგია ძალიან, ასე ვთქვათ, ზუსტად იდენტურად თუ არა, ძალიან ახლოს არის ვედურ ასტროლოგიასთან. ანუ პლანეტარული განლაგებები, ნიშანთა განლაგება, მათი აღწერილობა, ანუ გრადუსებზეა საუბარი. გრადუსულად ეს ორი ასტროლოგია 2000 წლის წინ ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა შემდეგ დასავლური ასტროლოგია იწყებს ვედურ ასტროლოგიაზე წინ სწრებას. ვედური ასტროლოგია იყენებს სიდერიულ ზოდიაქოს და ემყრობა აიანამ შას, ანუ დედამიწის ღერძის პროცესიის კორექციას, ვარსკვლავების რეალურ ადგილმდებარეობას. ამაზეა ვედური ასტროლოგია აგებული. დასავლური ასტროლოგია ეყრდნობა ტროპიკულ ასტროლოგიას და არის სეზონებზე დაფუძნებული. შესაბამისად, ძალიან დიდ გრადუსულ სხვაობას იძლევა ეს ორი ასტროლოგია ერთმანეთთან. ეს არის ერთ-ერთი პირველი ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა, მათ შორის აღნიშნავ ისევ, რომ განსხვავება არის 23-დან 25 გრადუსამდე და ეს გრადუსები ქმნიან მთლიანი ნიშნით ცვლილებას პროგნოზის დროს. ანუ ფაქტორი, რითაც ვედური ასტროლოგია განსხვავდება დასავლური ასტროლოგიისგან, არის თანავარსკვლავედები, ეგრეთ წოდებული ნაქშატრები. ნაქშატრა არის ერთ-ერთი ნაქშატრა ზოგადად არის მთვარის მდგომარეობა კონკრეტულ ვარსკვლავში. ანუ ნაქშატრათი ხდება
ძირითადად, ასე ვთქვათ, პროგნოზის აგება, ადამიანის ფსიქოლოგიური მეს აღწერა, ემოციური მესი უпростоრედ და წინასწარმეტყველება, როდესაც საქმე ეხება იმას თუ რა შეიძლება და როდის მოხდეს, ნახშატრები უდიდეს როლს თამაშობს. ნახშატრებს არ განიხილავს დასავლური ასტროლოგია საერთოდ მე როგორც ვიცი. ასევე კიდევ ერთი ძალიან ძირფესვიანი რამ, რასაც ხაზი უნდა გაესვას, თუ რა სხვაობა ამ ორ ასტროლოგიას შორის არის ის თუ რას ექცევა უპირატესი ყურადღება მიმოხილვის და კონსულტაციის დროს. მე როგორც ვიცი, დასავლურ ასტროლოგიაში, იგივე ტროპიკულ ასტროლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა ეთმობა მზის ნიშანს და მზის ნიშნის ირგვლივ ხდება მთლიანი პროგნოზის მიმოხილვა და პირველესი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დასავლურ ასტროლოგიაში მეგობრებო არის ადამიანის ვინაობა, ფსიქოლოგია და განიხილება, ასე ვთქვათ, ზოდიაქოს ნიშანი ფსიქოლოგიურ ჭრილში. ვინ ხარ, რას წარმოადგენ და ძალიან ხდება ადამიანის, ასე ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ ჩარშოებში ჩასმა. ეს უფრო ფსიქოლოგიური კუთხით გაკეთებული ანალიზია და ნაკლებად კარმაზე ორიენტირებული. მაშინ, როცა ვედური ასტროლოგია ყურადღებას აქცევს სულს. ego და ფსიქოლოგია არის დასავლური ასტროლოგიის მთავარი ძირითადი მოტო, მე როგორც ვიცი. ხოლო ვედური ასტროლოგია განიხილავს ადამიანს როგორც პირველ რიგში სულს, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს კარმას, სულის ევოლუციას, ასევე წარსული ცხოვრებიდან გადმოტანილ კარმას, ამ ცხოვრებაში დაგროვილ კარმას და სულის მისია ზოგადად რა მისიით არის სული ჩამოსული ამ მიწაზე, ხო? ანუ გარდა იმისა თუ სად აქვს მას ძლიერი მხარეები, სად აქვს სისუსტეები, როდის რა შეიძლება მოხდეს, ამას ვედური ასტროლოგია გაცილებით უფრო ზუსტად ამბობს ვიდრე დასავლური ასტროლოგია, იმიტომ რომ ზუსტ ნიშანზეა საუბარი და ადამიანის ზუსტი არსების, ზუსტი კარმის დანახვა არის შესაძლებელი და არა ცდარის, იმიტომ რომ დასავლური ასტროლოგია შენ ერთი ნიშნით წინ გწევს და გეუბნება რომ ხარ აბსოლუტურად სულ სხვა ვიღაცა. მაშინ, როდესაც ვედური ასტროლოგიით დგინდება შენი ნამდვილი ასცენდენტის ნიშანი და ის თუ მართლა სად იყო მზე, შენს დაბადების დროს რომელ ნიშანში იმყოფებოდა და სად იმყოფებოდა მთვარე. საქმე ეხება პროგნოზებს, პროგნოზის მეთოდიც განსხვავებულია დასავლურ და ვედურ ასტროლოგიას შორის. ვედური ასტროლოგია განიხილავს მაჰადაშებს და ანტარდაშებს, მეგობრებო, ეს გახლავთ პლანეტარული პერიოდები ის, ანუ დიახ, მოდი აქვე გავუსვამ ახლა ხაზს იმას, რომ დიახ, ვედური ასტროლოგია გვეუბნება, რომ არსებობს ბედისწერა. რომ ადამიანის სული ამ მიწაზე ჩამოდის კონკრეტული მისიით, კონკრეტული წინააღმდეგობებით, კონკრეტული, ასე ვთქვათ, წინასწარ გაწერილი სცენარიით, ხო? ზოგი სცენარი არის გაკვეთილი, ზოგი სცენარი არის გამოცდა, ზოგი სცენარი არის ასევე სულის სასჯელი, რაც კეტუს მიხედვით წინა ცხოვრებიდან მოგვაქვს, ხო? შესაბამისად, ვედური ასტროლოგია გვეუბნება იმას, რომ არსებობს ბედისწერა. ზოგი რაღაცის გამოსწორება ადამიანს შეუძლია, ზოგის არ შეუძლია. ის რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება. თუმცა არსებობს პერიოდები, მაჰადაშები, რაც გვიჩვენებს იმას, თუ რომელი მოვლენა ცხოვრებაში, რომელ წლებს შეიძლება დაემთხვას. როდის მოხდება კონკრეტული რაღაცა, ან როდის არ მოხდება. როდის უნდა იყო მზად ყველაზე რთული შენი ცხოვრებისეული პერიოდისთვის და რა მიმართულებით და როდის გაქვს ყველაზე, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი პერიოდები ცხოვრებაში იმისათვის, რომ მიაღწიო შენს მიზნებს და სურვილებს. ხოლო დასავლური ასტროლოგია კი უფრო აგებული არის ასპექტებზე და ნაკლებად იძლევა რეალურ, ასე ვთქვათ, კონკრეტული წლების მიხედვით, რეალურ კონკრეტულ პროგნოზს, იმაზე, რომ აი კონკრეტულად აი ამ პერიოდში მოხდება ეს შენ ცხოვრებაში. შესაბამისად, ანუ მაჰადაშები და ანტარდაშები ვედური ასტროლოგიით გვიჩვენებს ზუსტად იმ პლანეტარულ პერიოდებს, რომლის დროსაც მაჰადაშა არის აი კონკრეტული პლანეტარული ძირითადი პლანეტის პერიოდი, რომელიც ზოგი 7 წელია, ზოგი 17, ზოგი 19, ხო, ზოგი 10. და იმ პლანეტარული პერიოდის დროს ანტარდაშებსაც, ანტარდაშა არის ქვეპლანეტარული პერიოდი, რომელიც შემდეგ უკვე აი ამ ძირითად პლანეტაზე ახდენს გავლენას და თითოეული წელი იქნება განსხვავებული იქიდან გამომდინარე, რომელი ანტარდაშა აქვს ძირითად პლანეტის მაჰადაშას. ასევე ამ ორ ასტროლოგიას შორის არის ფილოსოფიური განსხვავებაც.
მაშინ, როდესაც ვედური ასტროლოგია ეფუძნება კარმას, დარმას, მოქშას და ზოგადად სულის მოგზაურობას, მაშინ, როდესაც უკვე დასავლური ასტროლოგია არის დამყარებული უფრო ფილოსოფიურ ხედვაზე, ასე ვთქვათ. დასავლური ასტროლოგია ეფუძნება ელინისტურ, პლატონურ ფსიქოლოგიურ ტენდენციებს და განიხილავს ადამიანს, ასე ვთქვათ, აი ამ ერთ ჭრილში, ანუ ამ ერთი ცხოვრების ჭრილით განიხილავს ადამიანს, ახლანდელი ინკარნაციით, მაშინ როდესაც ვედური ასტროლოგია ეძებს, კავშირებს წინა ინკარნაციებთან, ზუსტად ამ რაზეც არის კარმის ფაქტორი აგებული. დასავლური ასტროლოგია აკეთებს ძალიან დიდ აქცენტს ფსიქოლოგიაზე, თვითგამოხატულებაზე, პიროვნულ ტენდენციებზე, ეგოზე, აი ვინ ვარ მე, ზოგადად როგორც ცნობიერი არსება, ლოგიკური არსება, ხო? თვითგანვითარება, თვითგამოხატულობა, ასე ვთქვათ, რეალიზება, ფსიქოლოგია. ფაქტორი, რაზეც მინდა ხაზი გავუსვა ამ ორ ასტროლოგიას შორის ხვობაზე, არის რემედიები. დასავლური ასტროლოგია, მე როგორც ვიცი, არ იძლევა არანაირ ოპციას, ასე ვთქვათ, არჩევანს, ან ზოგადად რჩევას, როგორც რემედია, იგივე აი მკურნალობა, ანუ მოგვარებითი სახის რჩევებს არ იძლევა ძირითადად. მაშინ, როცა ვედურ ასტროლოგიაში არსებობს ტერმინი რემედია, ანუ არა თუ მკურნალობა, არამედ მოგვარებითი სახის ქმედებები, როდესაც მაგალითად კონკრეტული პლანეტა არის დებილიტირებული ან დასუსტებული, რა უნდა აკეთოს ადამიანმა, რომ ამ პლანეტის ენერგია მოკაჩოს პლანეტა გააქტიუროს, გააძლიეროს. არსებობს ძალიან მრავალნაირი მეთოდები, როგორიც არის კრისტალები, ანუ მედიტაციები, მანტრები, იაგიები, ასკეზა, ეს ყველაფერი გახლავთ, მეგობრებო, ვედური ასტროლოგიის პრინციპები, როგორც რემედია, როგორც მკურნალობა, მოგვარება რაღაცა არსებული პრობლემის და ხარვიზის, რასაც თქვენი ინდივიდუალური რუკა აჩვენებს. კიდევ ერთი ძალიან დიდი სხვაობა დასავლურ და ვედურ ასტროლოგიას შორის არის პლანეტები, რომელ პლანეტებს განიხილავს თითოეული ეს ასტროლოგია. ვედურ ასტროლოგიაში განსაკუთრებით უძველეს ძირძველ ვედურ ასტროლოგიაში არ განიხილებოდა ისეთი სამი დიდი გიგანტი და ერთ-ერთი ძალიან ნელი პლანეტები, როგორიც არის ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. მაშინ, როდესაც დასავლური ასტროლოგია ძალიან ხშირად მჭიდროდ რთავს ამ პლანეტებს და მჭიდროდ განიხილავს მათ. არ განიხილებოდა მაშინ ეს პლანეტები, იმიტომ რომ ჯერ კიდევ იმ დროს ეს პლანეტები აღმოჩენილი არ გახდათ, მეგობრებო. თუმცა დღევანდელ რეალობაში არსებობენ ისეთი თანამედროვე ვედური ასტროლოგები, რომლებიც განიხილავენ ამ პლანეტებს, მაგრამ ზოგი არ თვლის ამას საჭიროდ, იმიტომ რომ ეს პლანეტები იმდენად ნეილი პლანეტებია, რომ მათი, ასე ვთქვათ, გავლენა ნაკლებად, ასე ვიტყოდი, არა მნიშვნელოვანია თავისთავად და ისინიც ახდენენ გავლენას ჩვენ ცხოვრებაზე და არანაკლებ მნიშვნელოვანს, იმიტომ რომ ურანი მაგალითად ისეთი ენერგია, რომელიც ძალიან სიურპრიზებით არის ავსე და დაიგუგუნებს და ცვლის ყველაფერს თავდაყირა, ხო, მაგრამ ძალიან ნელია, საუკუნეები ჭირდება, ანუ საუკუნეები არ ჭირდება, მაგრამ რამოდენიმე ათობით ან ასობით წელი ჭირდება ამ პლანეტებს, რომ ნიშნები გამოიცვალონ, ძალიან ნელა მატერიალები მოძრაობენ, შესაბამისად დღეს ვედები, თანამედროვე ვედური ასტროლოგიის მიმდინარე ასტროლოგები ნაკლებად რთავენ ამ პლანეტებს და არ მიიჩნევენ მაინც ამ პლანეტებს იმდენად პრიორიტეტულად, მნიშვნელოვანად და ხაზგასასმელად, როგორადაც მიიჩნევს დასავლური ასტროლოგია. იყავით მიმღებლობით სავსე. დაინტერესდით, აი რა არსებობს იმის იქეთ, რაც თქვენ იცით. თუ არსებობს საერთოდ რამე, ხო? ეს პირველი, მეორე არ შეიძლება არავის გალანძღვა, მიმდინარეობიდან გამომდინარე, მესამე. ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა, რაც მინდა მოგცეთ, არის ის, რომ ჩაუტარეთ, აჩუქეთ საკუთარ თავს ორივე მიმდინარეობით კონსულტაციები. მით უმეტეს იმათ, ახლა ვისაც დასავლური ასტროლოგიით გაქვთ გავლილი კონსულტაციები, გადაამოწმეთ ვედური კონსულტაციაც და ნახეთ, შეადარეთ ერთმანეთთან, რომელმა რა გითხრათ. რომელი რამდენად ახლოს მოვიდა ფაქტებთან, განსაკუთრებით წარსულ ფაქტებთან, ხო? აი, რომელი ასტროლოგია გეუბნებათ, მიახლოებით, როდის რა ხდებოდა თქვენ ცხოვრებაში.
როგორ ვითარდებოდა მოვლენათა სვლა. გადაამოწმეთ ასევე, როცა თქვენ არსებას და პიროვნულობას ახასიათებენ, რომელი მათგანი არის ახლოს რეალობასთან, სიმართლესთან. განსჭით ადამიანებს იმ ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით, რაც Google-ში ამოდის დაბადების რიცხვის ჩაწერის მერე. Google და ზოგადად ეს ხელმისაწვდომი ასტროლოგიური ნიშნები და ჰოროსკოპები 90% თუ არა 95% არის დასავლურ ასტროლოგიაზე აგებული, მეგობრებო. ძალიან იშვიათია Google-ში ჩაწერილმა მონაცემებმა თქვენ ამოგიგდოთ ვედური ინფორმაცია. ამიტომ თუ ვინმე ჩაწერს საკუთარ დაბადების ნიშანს Google-ში და ამოდის რაღაცა კონკრეტული ნიშანი, აქვე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი საერთო ამ ნიშანთან არ გაქვთ. ყველგან ვამბობ და არც ახალა მეზარება გითხრათ, რომ მე ვატარებ ვედური მიმართულებით კონსულტაციებს, მეგობრებო, ამისთვის მე მჭირდება თქვენი დაბადების მონაცემები, დრო, ადგილი და თარიღი. შეგიძლიათ შემეხმიანოთ Instagram-ზე latajov ან mail-ზე lataonyt@gmail.com და პირობები შეგვიძლია უკვე იქ განვიხილოთ.